მოგესალმებით, მეგობრებო, მინდა რამდენიმე თემას შევეხო, ინფორმაცია მივაწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას. პირველი საკითხი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით, აქ საუბარი არის მიკრო და მცირე ბიზნესებზე. ჩვენ ზოგადად მუნიციპალიტეტს გაგვაჩნია ბევრი საინტერესო პროგრამა, სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება სოციალური, ჯანდაცვა, იგივე თუნდაც ბიზნესის დახმარების და ხელშეწყობის თვალსაზრისით და მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ ახალ პროგრამასთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერიამ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას იწყებს. პროგრამა გულისხმობს ახალი შესაძლებლობების შექმნას იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთაც მანამდე არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. დაფინანსება საშუალებას მისცემს მათ მოიპოვონ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, გააუმჯობესონ წარმოების პროცესი, გაზარდონ დასაქმებულთა რაოდენობა და მომხმარებლებს მიაწოდონ უფრო ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან ის მოქმედი მეწარმე იურიდიული ან ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500,000 ლარს. დაფინანსებას ექვემდებარება როგორც პროდუქციის დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა, მანქანა დანადგარები, ტექნოლოგია, ისე პროდუქციის დამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნისთვის საჭირო სხვა კატეგორია. საწყის ეტაპზე მოთხოვნილი თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 20,000 ლარით, ხოლო თანადაფინანსებაში განცხადებლის თანამონაწილეობის პროპორციულობა შემდეგნაირად განისაზღვრა. 5,000 ლარამდე თანამონაწილეობა განსაზღვრულია მოთხოვნილი თანხის 10%-ით, ხოლო 5,000-დან 20,000 ლარის ჩათვლით თანამონაწილეობა მოთხოვნილი თანხის 15%-ს შეადგენს. რაც შეეხება შეფასების მეთოდოლოგიას, ბენეფიციართა შერჩევა განხორციელდება კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც ეფუძნება თვითონ უშუალოდ პროგრამის მიზნებსა და ხარდაჭერის ეფექტიანობას. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ აქტიური საწარმო და წარმოადგენენ რეალურ კონსტრუქციულ გეგმას იმ დანადგარის ან აღჭურვილობის შესაძენად, რომელიც არსებითად გააუმჯობესებს და ხელშეუწყობს მათი ბიზნეს საქმიანობის წინ წასვლას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ განაცხადებს, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ინვესტიცია გააუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს ან გაზდის წარმოების მოცულობას და შექმნის დამატებით ღირებულებას. პროდუქტის ხაზის დანერგვამ, არსებული პროდუქტის გაუმჯობესება ან საწარმო პროცესის ოპტიმიზაცია, რა თქმა უნდა, ეს არის მიმართულებები, რომელზეც იქნება ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა და თანადგომა. პროგრამის ფარგლებში განცხადების მიღება იწყება უკვე დღეიდან და 15 კალენდარული დღის განმავლობაში ჩვენ მივიღებთ განცხადებებს, განცხადის ფორმისა და საჭირო დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე, სადაც დეტალურად არის გაწერილი თუ რა საბუთები არის საჭირო იმისთვის, რომ წარმოადგინოთ, რომ შემდგომში თქვენ უკვე მიიღოთ დაფინანსება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამა, რომ ხელი შეუწყოთ იმ პატარა და მიკრო ბიზნესებს, რომ კიდევ უფრო განვითარდნენ, წინ წავიდნენ და როგორც გითხარით, ერთ კონკრეტულ ბიზნესზე, ეს იქნება კომპანია თუ ფიზიკური პირი, გამოყოფილი არის 20,000 ლარი მაქსიმუმ. შესაძლებლობა გააქვთ გამოიყენონ აღნიშნული თანხა თქვენი თანამონაწილეობით. მინდა შევეხო ასევე ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებას, რომელიც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში სხვადასხვა უბნებში, სხვადასხვა ქუჩებზე დავიწყეთ ზონალური საათობრივი პარკირების დანერგვა, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მინდა დედაქალაქის მოსახლეობას შევახსენო, რომ 1 აგვისტოდან თაწმინდის ვაზის უბნის დასახლების დიდი დიღმის ნაწილში, ბაგების დასახლებაში და ბერი გაბრიელ სალოცის გამზირზე
ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის უფასო პარკირებისთვის სისტემაში რეგისტრაცია 1 ივლისიდან დაიწყო. დღესაც რა თქმა უნდა არის შესაძლებლობა იმისა, რომ მიხვიდეთ საინფორმაციო ჯიხურებში და ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან, ხელშეგიწყობენ, რომ თქვენი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია მოხდეს, იმისთვის, რომ შემდგომ თქვენივე საცხოვრებელ კორპუსთან მოახდინოთ თქვენი საკუთარი ავტომობილის პარკირება ყოველგვარი გადასახადების გარეშე. აღნიშნულ მისამართებზე ზონალურ საათობრივი პარკირებისთვის სულ 1340 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის 14 ადგილი არის შიშუმ პირთათვის, ხოლო ელექტრომობილების დამუხტისთვის 2 ადგილი არის განკუთვნილი. შეგახსენებთ, რომ პარკირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასოა, ამისთვის მათ სისტემაში თავიანთი ავტომობილები უნდა დაარეგისტრირონ, რის შემდეგაც 100 მეტრის რადიუსში უფასოდ შეძლებენ 2 სატრანსპორტო საშუალების პარკირებას. დანარჩენ შემთხვევაში პარკირების ღირებულება შეადგენს 1 საათი 1 ლარს. ვფიქრობ, ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენ ეტაპობრივად რა თქმა უნდა ყველა რაიონში, უბანში შევდივართ, რომ დავნერგოთ ზონალურ საათობრივი პარკირება. კიდე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ თქვენ იცით, რომ შიშუმ პირთათვის მთლიანად უფასო არის მთელ ქალაქში პარკირება და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც ფლობს ელექტრომობილებს. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ზოგადად ელექტრომობილების არსებობა დედაქალაქში წავახალისოთ. მინდა შევეხო ერთ თემას მთაწმინდის რაიონში გრიბოედოვის ნომერ 16-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდება შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები. ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა უკვე დიდი ხანია მუშაობს და ძალიან მნიშვნელოვანი არის ქალაქისთვის იქედან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ ბევრი ავარიული შენობა ნაგებობა გვაქვს, ასევე არსებობს ძეგლები, რომელთა ჭირდება მოწესრიგება, განახლება. ჩვენ დავნერგეთ და შემოვიტანეთ ასევე ახალი პროგრამა, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბიზნესის ჩართულობით მოვახდინოთ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენა, მოწესრიგება, განახლება. ერთია ის, რომ თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს გარკვეულ პროექტებს, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ინგოროყვას ქუჩაზე და სულხან საბას ქუჩების სრული რეაბილიტაცია, განახლება, იქ არსებული შენობების მთლიანად მოწესრიგება, რომელთაგანაც უმრავლესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, თუმცა მარტო თბილისის განვითარების ფონდი, რა თქმა უნდა, ვერ მოაგვარებს იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ ავარიული სახლების მიმართულებით გვაქვს განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოპყიდულობაში, ამიტომ ბიზნესის ჩართულობა ვფიქრობ მნიშვნელოვანია და ასევე გამოიყენეთ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ მოაწესრიგოთ და მოაგვაროთ ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც თქვენ საცხოვრებელ კორპუსს ეხება. რაც შეეხება აღნიშნულ სახლს, გრიბოედოვის 16-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების საძირკვლისა და მზიდი კედლების არმირება, ბეტონირება, ფანჯრების, ღიობების მოჩარჩოება, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის ფასადს და მთლიანად იქნება მოწესრიგებული. ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში 20 ოჯახი ცხოვრობს შენობის გამაგრების შემდეგ, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება. რა თქმა უნდა, მათი საცხოვრებელი პირობების საგრძნობლად იქნება გაუმჯობესებული. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ვისაუბრო თვალჭრელიძის ქუჩაზე, კერძო საკუთრებაში შეჭრილ ადამიანებზე, კიდევ ერთხელ მუნიციპალიტეტი გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ ის ოჯახები, ვინც თბილისში არის რეგისტრირებული და არ აქვთ საცხოვრებელი ფართები, ჩვენ, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფთ მათ ქირით და ექნებათ, რა თქმა უნდა, ნორმალურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა. გარდა ამისა, თუ ადამიანებს არ გააჩნიათ საცხოვრებელი, რა თქმა უნდა, ამას აქვს შესაბამისი პროცედურა. თქვენ უნდა მიიღოთ უსახკაროთა სტატუსი, ამასთან დაკავშირებითაც თუ გნებავთ დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ მიბრძანდეთ სამგორის რაიონის გამგეობაში, სადაც ჩვენი თანამშრომლები
გეტყვიან დეტალურად თუ რა საბუთები არის შესაძლებელი და წარსადგენი ჯანდაცვის სამინისტროში, რომ თქვენ მიიღოთ უსახკაროს სტატუსი და შემდგომში უკვე მუნიციპალური ქონებით მოხდეს თქვენი დაკმაყოფილება. თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ გამოვხატავ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ უზრუნველყოფილნი იქნებით ქირით. მე როგორც ვიცი, სამი ოჯახი დათანხმებული არის ქირით უზრუნველყოფას და პროცესები მიმდინარეობს, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ იქნება. მოусმენთ და მიიღებთ არასწორ ინფორმაციებს, იმიტომ რომ ხშირად ხდება ასეთი ფაქტების რაღაც სათავისოდ გამოყენება, პოლიტიკური სპეკულაციები, თუმცა რეალობა არის ერთი, რომ მუნიციპალიტეტი როგორც ადრე, ასევე ახლაც გამოთქვამს მზადყოფნას მოახდინოს ამ ადამიანების ქირით უზრუნველყოფა, გაყვანა, მოვისმინეთ განცხადებები, რომ ვიღაცამ ერთი თვით შესთავაზა, სამი თვით შესთავაზა, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი სპეკულაციები, მუნიციპალიტეტს ასეთი შეთავაზება არავისთვის არ გაუკეთებია. ერთი წლის შემდეგ, როდესაც გადის ერთი წელი, ხელმეორედ ხდება ხელშეკრულების გაფორმება და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. მინდა ასევე შევეხო ერთ თემას, საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირზე ნომერ 33, 35, 37 და 39 კორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა, 9 ჰექტარ ტერიტორიაზე არის საუბარი. პროექტის პარკლებში აღნიშნულ ფართობზე დამონტაჟდა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო სატრენაჟერო და საბავშვო გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავის სისტემები, ტერიტორია გამწვანდა, დაიგო ახალი ხემცენარეები, რამაც რა თქმა უნდა გაალამაზა იქ არსებული ტერიტორია, მთლიანად მოწესრიგდა და პირველ რიგში იქ მცხოვრებ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ნორმალურ მოწესრიგებულ გარემოში ჩამოვიდნენ, ივარჯიშონ, გაერთონ, დაისვენონ და ასე შემდეგ. საბურთალოს რაიონის გამგეობას 1,5 მილიონი ლარი დაუჯდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელოთ უბნებში, რაიონებში ყველგან არსებული სივრცეების ათვისება, პარკების, სკვერების გაკეთება, გამწვანებითი სამუშაოების ჩატარება, იმიტომ რომ ძალიან ჭირდება ჩვენს ქალაქს ასეთი არეალები და ასეთი სივრცეები. გლდანის მე-7 მიკრორაიონის ნომერ 1 კორპუსთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, მონტაჟდება გარეგანათებისა და სარწყავის სისტემები, ჩატარდება გამწვანების შესაბამისი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოებისთვის 300,000-მდე ლარს დახარჯავს გამგეობა. ეს სივრცე მთლიანად მოწესრიგებული იქნება და ყველანაირად იქნება რეაბილიტირებული. გლდანის რაიონის გამგეობამ ასევე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. ეს არის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ წყალარგნების ქსელისა და სატუმბის სადგურის მშენებლობა. თქვენ იცით, რომ ჩვენ აღნიშნული ტბის სრული რეაბილიტაცია დაწყებული გვაქვს და უახლოეს მომავალში იქნება დასრულებული, შემოდგომაზე მთლიანად დავამთავრებთ, სექტემბერში მთლიანად დასრულებული იქნება და ამ სამუშაოს ჩატარება, კერძოდ წყალარგნების ქსელის და სატუმბის სადგურის მშენებლობა ერთობ მნიშვნელოვანია, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობა ახორციელებს და დაახლოებით 9 მილიონი ლარამდე დაიხარჯება პროექტის განხორციელებაზე. და ბოლოს მინდა ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ინიშნება ლევან ყიფიანი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ის 2018 წლიდან ლევანი ჩვენთან ერთად არის და ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ანხორციელებდა. თქვენ იცით, რომ ვაკის რაიონის გამგებელი გადავიდა სხვა თანამდებობაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროში, შესაბამისად ლევანი დღეიდან დაინიშნება უკვე
გამგებლის თანამდებობაზე, მინდა მას წარმატებები უსურვო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ვაკის რაიონში, ჯერ კიდევ არსებობს ცხადია გამოწვევები, არსებობს პრობლემები, რომელსაც ჭირდება მოგვარება. ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოთ, რომელიც აღნიშნულ რაიონს უკავშირდება. ეს იყო მეგობრებო, რის თქმას მინდოდა, ახლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე.